სიმღერა ალბათ იცანთ, კალინკა. იმ უხსენებლების საყვარელი ცეკვა და სიმღერა, რომელსაც ყველაზე კარგად ალექსანდროვის ანსამბლი ასრულებს. რუსეთის არმიის აკადემიური ანსამბლი პესნიე პლასკი. ახლა კი გაჩვენებთ ერთ მოკლე ვიდეოს და მერე ჩვენ სატკივარზე ვილაპარაკოთ. ოღონდ აქაც ხმა აუწიეთ აუცილებლად და მოусმინეთ. ეს ხალი უკვე რუსი არაა, გააჩნია როგორ შეხედავ. ეთნიკურად არაა. ამ ვიდეოში ბოლნისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მორიგი პროჭორილელი რამდენია ეგეთიო იტყვით თქვენ. მე კი გეტყვით, რომ სულაც არაა მორიგი და ასეთი ბევრი არაა. იმიტომ რომ მისი გვარია ყაველაშვილი და ჰქვია ნონა. უფროსი და იმ ტიპისა ქართული ჰაბიტუსით რომ გამოარჩია რუსის ოლიგარქმა და პრეზიდენტი რომ დაარქვა. აი ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდგორობას რომ თურქეთში დადის, აი ის რუსეთის ჩემპიონი. ვალერე გაზაევის ბიჭი. პროჭორილერს მიხეილ ყს გასამართლებლად ბევრი საბუთი აქვს. ეგ რუსეთში რომ ბურთს აგორებდა 90-იანები იდგა და ბოლო ომი მომხდარი არ იყო. კარგი არ იყო. საქართველოს დაახლოებით 18-20% უკვე ოკუპირებული ჰქონდა რუსს. თუმცა ჯანდაბას მაგის ჩემპიონი მოვინელეთ. მაგრამ ქალბატონი ნონა რო ირწეოდა რუსული არყის ხესავი და პარკეტს ქუსლებს უკაკუნებდა. ეგ ბოლო ომიც ხომ მომხდარია 2008 წლის. იმ ყველაფრის დამატებად. არ ვიცი ამ ვიდეოში ეს მოკეიფე ხალხი რამდენად შეკეიფიანებულია. შეიძლება ქალბატონი ნონაც გრადუსშია. მე რა უჭერს? კაცმა რო თქვას, სიმთვრალეში შეიძლება რამე ისეთი გააკეთო, რასაც ფხიზელი არ იზამდი. კაცმა ან ქალმა. გინ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, გინ მინისტრმა, გინ ჩვეულებრივმა მოკვდავმა. აბსოლუტურად ადამიანური ამბავია. ნონა ყაველაშოს რომ წაებორძიკა, ან სასიმღერო ხმა არეოდა, ან ლექსი დავიწყებოდა, ან ბოლოს და ბოლოს საციუში ჩაზინებოდა, ვინო ხერი იყო ხმის ამომღები. ყველას მოქსულია. მაგრამ რუსის კალინკაზე ცეკვა ნაღდად ყველას არ დაგმართნია. მით უმეტეს, როცა თავი ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის წევრად მიგვაჩნია. რუსის მიერ ოკუპირებული ქვეყნის. არათუ მაგდენს ვერ დავლებთ, უბრალოდ რამდენიც უნდა ვსვათ. სახლში ამ სიმღერის ჩანაწერს ვერ ვიპოვოთ, არ გვაქვს. დალაგებულ ნორმალურ ქართველებს, ამ ქვეყნის შვილებს, არა მაინც და მაინც ეთნიკურ ქართველებს. არც სიფხიზლეში, არც სიმთვრალეში გვახსენდება და არც ჩაწერილი გვაქვს კალინკა, ბერიოსკა, კაჭუშა, ой мороз ესაულან რამე მსგავსი. იმიტომ რომ არ უსმენთ ამებს. იმიტომ რომ ვერ ვაცალკევებთ ერთმანეთისგან სუფრასა და პოლიტიკას, ხელოვნებასა და პოლიტიკას, სპორტსა და პოლიტიკას. 2008 წლამდე ეგ შეიძლება მხოლოდ გამორჩეულად პრინციპული ხალხის სათქმელი იყო. 2008 წლის შემდეგ კი უკვე ელემენტარულად იოტისოდენა წესიერი ადამიანების პოზიციად უნდა ქცეულიყო. და ოდნავ მაინც თუ გაქვს ინდისი, ოდნავ მაინც თუ გტკივა, ოდნავ მაინც თუ გრძნობ, თუ ფიქრობ, კალინკას არ ცეკვა. და მით უფრო ამას არ აქვეყნებ სოციალურ ქსელებში. მაგრამ ეს წესი არ მოქმედებს, როცა თანამდებობით ქოცი ხარ და ჰაბიტუსით პროჭორვილელი. ამიტომ მიხეილ ყ შენებურად ჩვენ შორის ვის ოჯახშიც რუსის დაკროლზე ცეკვავენ იმის